მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. Გვითხარით რა თემაზე იყო საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს პრეზიდენტი აგრძელებს. თქვენ იმყოფებოდით დღეს რა არის რა შეგიძლიათ გამოიტანოთ ასე ვთქვათ ათონელის რეზიდენციიდან შეხვედრიდან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მოიხსენება ჩვენს მაყურებელს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა ეს ინიციატივა, ევროპული პლატფორმა, რომლის ამოცანა არის, რომ როგორც მან განაცხადა, თან შეგროვება მოსაზრებების და მოკლედ უზრუნველყოფა, რომ მოხდეს რეფორმები და იმ დღის წესრიგის შესაბამისად, რომელიც ევროპას ჭირდება, ასევე სწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, ეს ყველაფერი მოვისმინეთ. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სანამ გავიგებთ, ჯერ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ კონკრეტიკა, არ შეიძლება ამ მოწვევის შესაბამისად ვერანაირად როგორც პარტია ვერც დავთანხმდებით, ვერც უარყოფთ, სანამ არ გვეცოდინებოდა მეტი ინფორმაცია შესაბამისად. დღეს პარტიის ნაწილობრივი შემადგენლობით ვიყავით ქალბატონ სალომესთან შეხვედრაზე, რომ მოგვესმინა შედარებით დეტალები, მეტი კონტურები გაგვეგო ამის შესახებ. და რა გავიგეთ, ანუ საქართველოს პრეზიდენტი მოწადინებულია, რომ გაიგოს ოპოზიციის ხედვები ამ რეფორმების თუ პირობების შესრულების შესახებ. იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიციას მასპინძლობს ხოლმე სასახლეში, მუდმივად აქვს ამ ყველაფერს რაღაც პარალელურად საუბარი ახლავს, ეს ხომ არ არის რაღაც გაერთიანების თუ ერთობისკენ მიმართული პროცესი. დღეს მაგალითად დავით უსუფაშვილი იყო თქვენ მერე და თქვა, რომ გაერთიანება საერთოდ არ უხსენებია. ანუ პრეზიდენტი იგებს თქვენ პოზიციას, რა გაგრძელება შეიძლება მოხდეს ამ შეხვედრებს ამ პროცესს? დიახ, მე უბრალოდ მოკლედ შევაჯამებ, ხო? რახან არ გამომივა არანაირად პრეზიდენტის პოზიციის გამეორება, მან თვითონ უნდა თქვას, ალბათ ამ პროცესის ბოლოში. მე შევაჯამებ, ჩვენ მივედით იქ კითხვებით, იმიტომ რომ იცით, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც აქამდე არავისთან არ გავერთიანდით. არც ერთ ესეთ გამაერთიანებელ და ფიას იმ შეხვედრებში, რომელიც წარუმატებლობით დამთავრდა, არ მოწანაწილეობდით, იმიტომ რომ არ მოგწონდა და სწორედ არ მოგწონდა ის კულტურა, რომელიც უკავშირდებოდა. ჯერ ერთად შევიკრებით, მე ერთ ვიჩხუბებთ, მე ერთმანეთს გამოვლანძღავთ ტელევიზიაში და არ გავერთიანდით არსად და ეს იყო სწორი. მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის ხა ჰორიზონტზე არის ძალიან ბევრი, ჯერ ერთ-ერთი არის ნაციონალური მოძრაობა, გასაგებია, მაგრამ ბევრი ჯგუფი, რომელიც მას გამოეყო და საკუთარ იდენტობას ეძებს და ბევრი პიროვნება. ჩვენ დღეს მივედით კითხვებით. პირველი რაც უნდა გვეკითხა, რომ ეს არის საქმიანი პროცესი, სადაც ყველას იცით, რომ ჩვენ გვაქვს ხედვა, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ახლა დღეს გადარჩევაზე, ანუ ვეტინგზე რო საუბრობს, ყველა 20-20-ში წარვადგინე მე ეს გეგმა, YouTube-ზე არის 6 პუნქტიანი გეგმა და მათ შორის ნაფიცი მსაჯულები მოვითხოვე ყველა ტიპის საქმეებში, პრეცედენტული სამართალი, მარტო ვეტინგი აქვს, არც იმ არაფერს არ დათანხმდება ოცნება, ვეტინგსაც გადარჩევასაც არ დათანხმდება, მაგრამ არაფერს არ დათანხმდება. ანუ პირველი კითხვა იყო ჩვენი ესეთი, რომ რაც ჩვენ გვაინტერესებს, რომ ეს იქნება საქმიანი პროცესი თუ რაღაცა კონსულტაციების რეჟიმი, პოლიტიკური რეჟიმი. მეორე კითხვა იყო, რომ ვინ იქნება ამ პროცესში? პასუხი რა მიიღეთ ამ პირველ კითხვაზე? საკითხი, კი. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. ამის კონტურები როგორც ჩანს გამოიკვეთება, იმიტომ რომ ბევრ აი ამ კითხვაზე თუნდაც ვინ იქნება იქ ნაციონალური მოძრაობის პოზიციები გასაგებია, რაღაცებს ითხოვენ ისინი, მაგრამ გარდა ამისა, ბევრი პირია, რომელთან ერთადაც უბრალოდ მე არც ერთ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით არც ერთ ხედვაზე ხელმოწერა არ გამომივა, სანამ არ მოყვებიან, საიდან მოიყვანეს და ამოქეკეს მიხეილ ჩინჭალადა და ლევან მურუსიძე რატო დანიშნეს მოსამართლედ ყოფილ ნაციონალებს გულისხმობ. ეხლა მაგათთან ერთად რაღაცა ჩახუტების დოკუმენტს მე ხერს მოვაწერ. ეხო გასაგებია. ამიტომ ჯერ უნდა როგორც ჩანს გამოიკვეთოს ეს ყველაფერი, ვინ იქნება ამ პროცესში, ვინ გააგზავნის თავის ხედვას, მაგრამ ერთი რაც სიტყვა, რომ ეს იქნება საქმიანი პროცესი, არ ეხება რაღაცა პარტიების გაერთიანებას და ეხება მოსაზრებების გაგზავნას, მაგრამ ეგრე ხა ჩვენი პოლიტიკური ხედვები კარგახანია, ყველა მიცის, გამოქვეყნებული გვაქვს. ევროპაშიც იციან, იმიტომ რომ მე თვითონ დავდივარ იქ, ამერიკაშიც იციან, სასამართლოზე რომ ჩვენ ვიბრძოდით, ეხა ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ბევრად მანამდე იცის, ვიდრე ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ამ თემაში ჩაერთვებოდა, ხო იცით?
ანუ მე არ მგონია რომ მარტო ეს იყოს რომ წერილი უნდა გაიგზავნოს ახლა იქიდან რა ქვია სოლოლაკიდან უნდა გაიგზავნოს ბრუსელში ხო? კი ბატონო. ანუ ამ შეხვედრების შემდეგ როგორც პრეზიდენტისგან მოგვიანებით გავიგებ. კი ბატონო, ანუ თუ კი სწორად ვიგებ, ეს პოზიციები გაიგზავნება საქართველოსდან ევროკავშირში ამ პირობების შესრულების შესახებ, ახლა პრეზიდენტი ისმენს ყველა პარტიისგან საკუთარ ხედვას დამოუკიდებლად და ეძებს პარტიებს შორის შეხების წერტილები კონკრეტული მიმართულებით შეიძლება თუ არა მან იპოვოს, ანუ რაღაცნაირად ამ პროცესს ეხმარება, რომ მაგალითად თქვენ რა ხედვაც გაქვთ და ემთხვევა თუ არა სხვების ხედვას, რომ რაღაც საერთო ხედვა რამდენიმე პარტიის მონაწილეობით გაიგზავნოს? სწორად ვიგებ? შესაძლებელია. ეს მან უფრო კარგად იცის. თქვენ ხო გესმით ჩვენ როგორც პარტიას რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ამოცანები გვაქვს და ხედვები გვაქვს, ჩვენი რაღაცეები გვაინტერესებს. აქ არის რა, რომ იმ გეგმებს, რომელიც ჩვენ უკვე გამოცხადებული გვაქვს, იმ ბრძოლას, რომელიც დიდი ხანია წარმართული მაქვს მე პირადად, ხო, 2 წელი ხო არ ვიგონებ, რომ იუსტიციის საბჭოში ვიბრძოდი ამ ხალხის წინააღმდეგ. აქედან არის ეს გამოცდილება. იგივე რა უნდა გაკეთდეს სასამართლოში და როგორ არ უნდა ელოდებოდეს ქართული ბიზნესი, რომ 6 წელი გადაწყდეს საქმიანი ბიზნეს დავა, რომელი ქარხანა დადებს, ჩადებს საქართველოში ფულს, თუ ეცოდინება, რომ სასამართლო ესეთ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უკვე ნათქვამი გვაქვს. ჩვენ გავიგეთ, აი მოდი სასამართლოზე გკითხავთ. მოგვიანებით, აი უშუალოდ დიახ. ამე დავასრულებ, ამ ეტაპის შემდეგ გარდა იმისა, რომ წერილი გაიგზავნება აქედან აზრები შეიკრიბება და გაიგზავნება ბრუსელში, ამის გარდა აქ რა საფეხურები იგულისხმება, მოგვიანებით ჩვენ ამას გავიგებთ, იმედი გვაქვს ეს ვიკითხეთ დღეს ზუსტად. კი ბატონო. აი სასამართლოზე თქვენ ამბობთ, რომ 2020-ში გაქვთ წარდგენილი ვეტინგის შესახებ თქვენი იდეა, რაც ახლა გასულ კვირას სხვა პარტიებმა წამოაყენეს ეს როგორც იდეა და ისინი ამას ხედავენ ერთ-ერთ მთავარ გამოსავლად სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის, თუმცა არიან მოწინააღმდეგებიც. არა მხოლოდ ხელისუფლება, რომელიც მკვეთრად ამბობს უარს ამ სისტემის ამ მექანიზმის შემუშავებაზე, არამედ ოპოზიციის ნაწილი, სადაც არის მოსაზრება, რომ გვერდითი ეფექტებიც აქვს ვეტინგს, რადგან სასამართლოს ფუნქციონირებას შეუშლის ხელს, რომ შეიძლება რაღაც ჩიხები და კრიზისები შექმნას, გაიჭედოს, არ ვიცი როგორ შეიძლება ამას დაერქვას. ანუ ვეტინგი არის თუ არა საუკეთესო გზა სისტემის გასაჯანსაღებლად, თუ შეიძლება იყოს ყველაზე ბოლო გზა და მანამდე შეიძლება სხვა ტიპის პრობლემები, სხვა ტიპის მეთოდებით პრობლემის მოგვარება. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა მაფიოზურ დაჯგუფებას აქვს აღებული ჩვენი სახელმწიფო. აქ არის ეს პრობლემა. და ჩემი პრობლემა, როდესაც ვამბობ, რომ საქმიან დისკუსიაში შემოყვეს ნაციონალური მოძრაობა, ზუსტად ეს არის, რომ მაგათ რომ მოეყოლათ ეს სისტემა როგორ შეიქმნა, კიდე მეც გავიგებდით. მართლა მაფიოზური დაჯგუფებაა. თქვენ ხო იცით, რომ მე ამაზე წიგნს წერდ და ვსაუბრობ მედიაში. წესები, რომლებიც მათ აქვს საქმიანობის, ნდობა, გაუთქმელობა, გარიყვა პირის, რომელიც აქედან წავადა, აგერ არავინ აღარ ესალმება მერე და დაბადების დღეებზე არ პატიჟებენ, ეს ყველაფერი მაფიოზური. ანუ ტექნიკური პრობლემაა, თავიდან დავუკავშირდებით ანადოლიძეს, მისი ხმა არ გვესმის სამწუხაროდ, ის საუბრობდა ვეტინგზე და საუბრობდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, რომელიც გასულ კვირას განსაკუთრებით აქტიურად გახდა განხილვის საგანი, გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ამ თემაზე მსჯელობდნენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები და მართველი პარტიის მხრიდან არათუ ვეტინგზე თანხმობა ნაკლებად მოსალოდნელი, არამედ სხვა წინადადებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, რადგან ხელისუფლება ამ პრობლემას არ აღიარებს. ანა, უკაცრავად ხმა გაითიშა და ვერ გაგაგრძელებინეთ. კი ბატონო, გისმენთ, რომ შევაჯამოთ. ხო, ნახე, ყველამ რომ ძალიან მაგრად გაიგოს ეს პრობლემა. ჩვენი სახელმწიფო გატაცებული აქვს შიგნიდან მაფიოზურ დაჯგუფებას. როდესაც საუბარი არის მაფიაზე, ხო, ფილმები მაინც ხო უყურებია, ხო, მე უყურე ნანახი აქვს ხალხს, მე გამოკლეული მაქვს. ეს ინსტიტუტები მარტო სასამართლო კი არა, მოსამართლეები ისე კი არ არიან. იმაში ყავთ, რატო არის, როდესაც სჭირდება ადამიანის გაძევება აქედან, რომელიმე რუსი ოპოზიციონერის სასამართლო რო არ იცავს მათ? რატო ხდება ეგ? აი რატო ხდება? რამდენი რუსი ოპოზიციონერი, ბლოგერი, კრიტიკოსი არის საქართველოში, ითხოვს აქ დარჩენას და სასამართლო მათ არ იცავს.
ეთანხმება სუსის დასკვნებს. რატო არის? იმიტომ რომ ეს სისტემა ერთმანეთში გადაბმულია. ყველანაირ მოსმენაზე ვინ უნდა მისცეს თანხმობა? მოსამართლეები ვიცია, ოცნების არის. ანუ ეს მაფიოზურ დაჯგუფებასთან რაღაცა ერთი ნაბიჯით ბრძოლა არ გამოვა. მათ აქვს ყველა ნიშანი, ხო იცით რომ წიგნსაც წერ ამაზე, ანუ შიგნიდან ვიცნობ. ყველა ნიშანი რაც არის მაფიოზური ჯგუფის ამათ ახასიათებს. დუმილი, გაუთქმელობა, ვინც გავა, რატო ვარტოვებს არავინ კლავს? რა, იმიტომ რომ დასჯიან იმათ. გარიყავენ დაბადების დღეებზე მთლიანად სოციალურადაც გარიყავენ. ეხლა იმ 6 პუნქტში, რომელიც მე მაქვს წარდგენილი, საიდანაც ასევე, სადაც არის გადარჩევა და არის გაშლილი ეს თავიდან ბოლომდე, საჯაროდ არის გამოდებული ეს. ბევრი მექანიზმი არის, მათ შორის მაგალითად, როგორ შეიძლება რომ ერთმა მოსამართლემ ერთ თემაზე თქვას ერთი გადაწყვეტილება და მე იმავე საკითხზე მეორე მოსამართლემ, იმიტომ რომ ვიღაცამ ჯიბეში ფული ჩაუდო და ჩვეულებრივ ბაზრად არის სტამბოლის ბაზრად ქცეული ჩვენი სასამართლო, სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ეს არ არის. რატო? იმიტომ რომ პრეცედენტი ჩვენთან არ არსებობს. სპეციალურად მიცემულია საშუალება, რომ თელავმა გინდა ფული აკეთო, აკეთე გენაცვალე, არა აქვს მნიშვნელობა უზენაესმა, რა თქვა ამ თემაზე. უნდა მივიღოთ პრეცედენტული სამართალი. უნდა შევუშვათ ნაფიცი მსაჯულები ყველგან. ყველას მარტო კონკრეტულ საქმეებზე კი არა, მკვლელობებზე და რაღაც უბედურებებზე. ყველა საქმეზე ადამიანს აბა ნახეთ რა მოხდება. ვიღაცას იმის გამო რო აკავებენ რაღაცა პატარა დანაშაულის გამო და ამზადებენ პოლიტიკურად. აბა ნაფიცი მსაჯულების არჩევა შეეძლოს რა მოხდება? ეგრე ადვილად წავა საქმე არ წავა. საქმეები რაც შეეხება მოსამართლეების დამოუკიდებლობას, მარტო გადარჩევით არ მოხდება. უნდა დავშალოთ მოსამართლეთა ყრილობა და აქ მე წიგნი მაქვს პირველი რესპუბლიკის სასამართლოზე დაწერილი. სასამართლო ყრილობები დამოუკიდებლობა, ესე 100 წლის წინ უკეთესი იყო საქართველოში. ვიდრე ეხლა არის, იცით რატო? იმიტომ რომ რაიონული მოსამართლეები, რაიონული ყრილობები ურჩევდნენ, ცენტრში კი არ ირჩევდა ვინმე დირექტორი. რეგიონებში იკრიბებოდნენ მოსამართლეები და ირჩევდნენ თავმჯდომარეს, ირჩევდნენ მათ ლიდერს, ირჩევდნენ ვინც განკარგავდა ბენზინის დამების საკითხებს. ესეც უნდა შემოვიღოთ. ესე დავშლით ჩვენ იუსტიციის საბჭოს, იმიტომ რომ იუსტიციის საბჭოს თუ არ დაშლი დავასრულებ, რაც არ უნდა გადარჩევა გააკეთო, მარტო გადარჩევაზე რო ლაპარაკობენ. ეს თავკომბალა ორგანო თუ დაგიკომპლექტა რომელიმე მაფიამ, მაშინ გადაარჩიე, გადმოარჩიე, მაინც დაავერბოვკებენ ახალ ხალხს. მართალი არა ვარ? ამიტომ კომპლექსური სისტემური დარტყმა არის მთლიანად ამ მაფიოზურ ჯგუფზე საჭირო. კი ბატონო, მადლობა.